ზუსტად მადლობა დიდი ამ შესაძლებლობისთვის რომ ამ პროტესტების საუბროთ ტელევიზიით, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან უნიკალური განსაკუთრებული ტიპის პროტესტია, აი ამ ორი ასპექტის დაპირისპირებით, ხო 29 იანვრის აქცია, რას გულისხმობს, ეს არის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სახალხო ეთერისთვის ბრძოლა და აი ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვის ზუსტად აი ამ სახალხოობაშია. ანუ სხვაობა ის სხვაობა თუ რატო შეიძლება იყოს საზმაუს ეთერიდან გაჟღერებული აი ის რიგი საკითხები სოციალური და ის საკითხები რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან არის ძალიან ახლო ყველაზე ეფექტური პროპაგანდის წინააღმდეგ მდგომარეობს იმაში რომ სინამდვილეში ეს არის საკითხები რომლებიც ღია ეთერის ეგრეთ წოდებული ღია ეთერის საშუალებით განიხილება ტელევიზიის წინ ძალიან ხშირად არ არის არსად ამ საკითხებზე განხილვა რა ანუ ესეთი სიღრმისეული დებატები თემატური რაც არის კიდეც საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია რომ ყველაზე პოპულარული ან ყველაზე ყურებადი პროდუქტი კი არ შექმნას არამედ ის თემები რასაც საკმარისი სივრცე არჩება სხვაგან სწორედ ამიტომ ის ვალდებულება რეგიონების პრობლემები დაფაროს ხო სრულად დაფაროს საკითხები სახალხო მოძრაობების რომლებიც ჩვენ ყავდა ტელევიზიის წინ და სახალხო მოძრაობებთან ერთად აი პატარა ვთქვათ კორუფციის პრობლემები იქ სოფლებსა და რეგიონებში ისეთი კრიტიკული კითხვები რომლებზე პასუხებით სინამდვილეში ქართულ ოცნებას არ აქვს და ვერ აქვს და ეს მისი პროპაგანდა ამ პასუხებსაც ვერ გასცემს ხო სწორედ ამხანები დგებიან ხოლმე მოპასუხის რეჟიმში რაც ძალიან უცნაურ გამოცდილებას ქმნის რა თქმა უნდა ეხლა ეს საკითხი როდესაც მაგალითად მაკაცინცაძე ჟურნალისტი თავის თავს აძლევს ხო პირდაპირ ეთერში თქვას რომ მას ძალიან ეჭვეპარება რომ საზმაუს წინ მიმდინარე პროტესტი ამ არხის დამოუკიდებლობისთვის არ არის მართული ხო ანუ ეს უკვე იმხელა გარღვევა არის ხა ყველანაირი სტანდარტის როდესაც ის თავს ვალდებულად არ თვლის რომ ადამიანების ხმაზე მოიტანოს ანუ ძალიან სასაცილოა ხო რა თქმა უნდა ანუ და ვერ გრძნობს რომ ის თქვენც უნდა წარმოგადგენდეს იმ ადამიანებს ვინც იქ დგანან ამას ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებელი და არა მისთვის კომფორტის შექმნა ზუსტად იმ ადამიანებს უნდა წარმოგვადგენდეს აი რომელსაც მეც ვსაუბრობდი და რომელსაც მართლა რაღაცნაირად ვადვოკატირებ, იმიტომ რომ არც ერთი პოლიტიკოსი არ ადვოკატირებს ხო ამ ადამიანების ხმას ძალიან ხშირად და მათ შორის მეც ხა პირველად ვარ მაგალითად ტელევიზიის ეთერში ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის რომ შემიძლია ვისაუბრო საზმაუს პროტესტზე, თუმცა აი ის ხალხი რა ვინც ჩვენ ყავდა ტელევიზიის წინ, ვინც აი ამ გარღვევის საშუალებით ხო ტელევიზიის ეთერიდან საუბრობდა, მე ვსაუბრობ მეშახტეებზე, მე ვსაუბრობ ბალდის კანიონის პროტესტზე, საინტერესო ეთერი იყო მეშახტეის კი ბატონო, ეს პრეცედენტი შექმნა, რომ ადამიანი ამ ქვეყნის მოქალაქე საკუთარ პრობლემაზე და საკუთარ ასე ვთქვათ პოლიტიკურ წნეხზე, რომელიც რეგიონებში მიმდინარეობს, თვითონ ადვოკატირებდა საკუთარ თავს, იმიტომ რომ ამ ადვოკატირებას ხო ჩვენს პოლიტიკურ ველზე არ აკეთებს არავინ, მათ შორის პოლიტიკოსებიც და პირველ რიგში პოლიტიკოსები და ჩვენი პოზიცია აქვს სწორედ ეს არის, ამიტომ ჩვენ ხას უსვამთ, რომ ჩვენ სახალხო ეთერი გვჭირდება სივრცე, სადაც ადამიანები დაელაპარაკებიან ერთმანეთს, იმიტომ რომ გრძნობთ ძალიან ბევრი მოქალაქე ამ ქვეყანაში, ხო უმცირესობაშიც აღარ ვართ, რომ პოლიტიკური სექტორი ჩვენ მაინდა-მაინც აღარ წარმოგვადგენს. ანუ ვერ პოულობს იმენას, რომელთაც შეიძლება ზუსტად რო პროპაგანდას დაუპირისპირდეს. და პროპაგანდასთან დაპირისპირების ყველაზე ეფექტური გზა არის დიდი უწყფელობა და ძალიან ნამდვილი დებატი, ხო? ნამდვილი დებატი, რომლის საშუალებაც არ გვაქვს ჩვენ თელიმის მასშტაბით, ხო, ქვეყნის მასშტაბით. ამ შესაძლებლობას, ასე ვთქვათ, ამ შესაძლებლობის ვიბრძოდით საზმაუს წინ და მე მგონი სწორედ იმიტომ, რომ მათ დაინახეს ეს საშიშროება, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქეები საუბრობენ პრობლემებზე, რომელზეც პასუხიც პროპაგანდა არც იწუხებს თავს რომ გასცეს, ეს იმდენად საშიში არის რეგიონის მთელი რაიონების და საქართველოს მასშტაბით, რომ ტრანსლირდეს, რომ ჩვენ სინამდვილეში პრობლემები გვაქვს, სინამდვილეში გვაქვს უპასუხო კითხვები, რომლის მიხედვითაც კი ვერ დაგყოფენ, კითხვები, რომლებიც გვაერთიანებს, იმიტომ რომ ეს არის საერთო გაჭირვება, ეს არის საერთო კივილები რა, მათ შორის იმ ადამიანებსაც კი, ვინც ამ მოცემულ სიტუაციაში აირჩიეს, რომ მართველი ქართული ოცნებისთვის დაეჭირათ მხარი. ანუ ეს ძალიან საშიში არის პროპაგანდა.